სადაც არ უნდა იყო, მანქანაში, ოფისში, სახლში თუ ქუჩაში. მთელი დღის განმავლობაში შენ გეყოლება ერთგული და სასიამოვნო თანამგზავრი. უბრალოდ მომართე რადიო მიმღები ტალღაზე 107 და 9. გადაცემა მთელი დღე, გადამდები განწყობა, საჭირო ინფორმაცია და მუსიკა, რომელიც გიყვარს. მთელი დღე, ყველაზე საინტერესო და საჭირო რუბრიკები, გათამაშებები და საუკეთესო მუსიკა დილიდან საღამომდე. მთელი დღე, უსმინე ყოველ დღე, ძველი ქალაქის ეთერში. მთელი დღე, შენი საუკეთესო თანამგზავრი. მოგესალმებით შუა დღე მშვიდობის საძირფასო რადიო მსმენელებო, დიახ, ეს არის გადაცემა მთელი დღე და დღევანდელი გადაცემის მთავარი თემაა პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს სტუდიაში ამ პროექტის ფარგლებში განათლების კონსულტანტი სოფო ონიანი, MBM პოლიგრაფიული წარმოების დამფუძნებელი ბაკურ კილაძე და ამ ეტაპზე სტაჟიორები დასაქმების პერსპექტივით ქრისტინე კოსტავა და ანა ლორთქიფანიძე. გადაცემაში ვისაუბრებთ პროექტის მიზანსა და ამოცანაზე, როგორია დასაქმებლების დამოკიდებულება და ამ პროცესებში ჩართულობის სურვილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე და ბარიერებზე. მოკლედ დავიწყოთ გადაცემა. სოფოსთან მექნება პირველი შეკითხვა, რას გულისხმობს პროექტი? ვისაუბროთ ამის შესახებ, რომელ სამიზნე აუდიტორიაზე გადის, რა არის პროექტის მიზანი და ამოცანა. ბაბუს სტუდიაში მოგზაურობისათვის. მოგესალმებით. მე გახლავართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის ადვოკატირებისა და ლობირების პროგრამის დასაქმების კონსულტანტი ქუთაისში. პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში განხორციელებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების დასაქმების ხელშემწყობის საპილოტო პროგრამის დროს მიღწეული შედეგების გამვრცობას ახლა უკვე საქართველოს 2 რეგიონსა და ქალაქ თბილისში. ანუ პროექტი ხორციელდება არა მარტო ქუთაისში, არამედ აჭარაში, კახეთის რეგიონში და მთლიანად თბილისში. და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს 260 ბენეფიციარის, ანუ სამუშაოს მაძიებლის დასაქმება, საბოლოო მიზანი არის დასაქმება, 120 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სტაჟირების პროგრამაში ჩართვა. პროექტის სამიზნე აუდიტორიას, როგორც ვთქვით, სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ. ასევე განხორციელების პროცესში, პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები არიან საზოგადოებრივი კოლეჯები, როგორც ქუთაისში, ეს არის მრავალდარგოვანი კოლეჯი იბერია, ასევე თბილისში ჩართული არის გლდანის საზოგადოებრივი კოლეჯი, თელავში ჩართული არის ასევე საზოგადოებრივი კოლეჯი, კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი და ასევე პროექტი თანამშრომლობს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან. მომავალში იგეგმება, ანუ მომდევნო წელს უკვე იგეგმება, რომ ეს პროექტი უკვე გადავიდეს სახელმწიფო საკუთრებაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ასევე ვებგვერდი, დასაქმების ვებგვერდი, რომელზედაც სამუშაოს მაძიებლები და პოტენციური დამსაქმებლების ერთიანი ბაზები არის გაკეთებული, იგი მუდმივად განახლების პროცესში არის. ასევე 4 ქალაქში დასაქმების ცენტრები შეიქმნა, სადაც 8 დასაქმების კონსულტანტი უკვე მუშაობს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. პროექტის ერთ-ერთი ამოცანას ასევე წარმოადგენს სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმარების ტრენინგების უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც ვეხმარებით ამ ადამიანებს თვითგამორკვევაში, ანუ თავად მიიყვონ გადაწყვეტილება, სად მოიაზრონ საკუთარი თავი უკვე შრომით ბაზარზე. ასევე ტარდება ინდივიდუალური კონსულტაციები, ეს უშუალოდ მაშინ, როცა უკვე მოძიებული არის სამუშაო ადგილები, თუ როგორ უნდა გაიარონ გასაუბრება, როგორი არის ის ტექნიკა, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ უკვე გასაუბრების პროცესში დამსაქმებელთან და ასე შემდეგ. პროექტის ფარგლებში მუდმივად ხდება ვაკანსიების მოძიება, რომელიც ასევე განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. მუდმივად ეწყობა ტრენინგები ასევე მეწარმეებისათვის და ჟურნალისტებისათვის სტიგმის მოსახსნელად
და აგრეთვე ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. ეს ძალიან მოკლედ რაც შეიძლება მეთქვა პროექტის შესახებ. დიახ, მადლობთ. და შეკითხვა მაქვს ბატონ ბაკურთან, როგორი არის დამსაქმებელთა დამოკიდებულება დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, რა იყო თქვენი ინტერესი, როდესაც ეს გოგონები დაასაქმეთ და თქვენი საწარმოს შესახებაც რომ ვისაუბროთ, რა საქმიანობს ის, რა კუთხით დაასაქმეთ გოგონები და საერთოდ რა იყო თქვენი ინტერესი პირველ რიგში? პირველში რადიო ძველ ქალაქს ეს დასაქმების მიზანი იყო რომ მოსულიყვნენ ეს გოგონები და ძალიან თბილი გოგონები არიან. დამოკიდებულება ძალიან კარგია ჩვენ ურთიერთობაში და ეს სტერეოტიპები რაც არსებობს საზოგადოებაში უნდა დაიმსხვრეს, რომ ეს ცალკე არ უნდა იყოს და საზოგადოება კიდევ ცალკე. ეს არის ერთი მთლიანი საზოგადოება, რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენ ისეთი როგორც არიან. და ეს ქრისტინე და ეხლა არის ანა, რომელიც ჩვენთან ერთად გადიან და სწავლობენ რასაც ჩვენ ვაწარმოებთ და ეს მაღალ პოლიგრაფიას ესენი კარგად შეერწყეს. მე მგონი ასე არ ხო? თქვენი საწარმოს შესახებაც რომ გვიამბოთ, თქვენი საწარმოს შესახებ. ჩვენი საწარმო MBM პოლიგრაფი და 10 წელი უკვე არსებობს, რომელიც დირექტორი არის მამუკა ფოფხაძე. მაღალი პოლიგრაფიულ პროდუქციას უშვებთ ვაწვდით ხარს ველსახურებით. გოგონები დასაქმებულია ძირითადად კომპიუტერებზე და ძირითადად კომპიუტერ მოსახურებას და უკვე ნელა ადაპტაციას გადიან. რაც ჩვენ ხელს უწყობთ ყველანაირად და ჩვენი კოლექტივი და ძალიან კარგად არიან ერთმანეთთან უკვე დაახლოებული და ძალიან მოგწონს ეს პროგრამები. აი ვის საფუძველზე აიყვანეთ თავიდან რომ შემოგთავაზეს თქვენ აი ეს გოგონები ქონდათ თავიდან ყოყმანის წინაშე იდექით? არა, ყოყმანი ეს პირველი არ არის. პირველად იყო თვითონ შეცდომების ის თვითონ ჩვენ კოლექტივში, მაგრამ შემდეგ ეს შეცდომების სიტუაცია მოიხსნა და უკვე ისე ვართ ერთმანეთში, დანარჩენს აგერ დაგვეთანხმება. ეს გოგონებთან ქრისტინე, ანა თქვენთან მინდა ესეთი შეკითხვა, რა ბარიერებს ხვდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებასთან ინტეგრირების პროცესში და თქვენი ღია შრომით ბაზარზე შეცვლის დროს არსებულ დაბრკოლებებზე მინდა რომ გვესაუბროთ. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მსმენელებს, მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. რაც შეეხება სტიგმას და სტერეოტიპებს, სამწუხაროდ დღემდე მოყვება და ამ სტიგმაში და სტერეოტიპებში გავიზარდეთ ჩვენ და ჩამოყალიბდა სამწუხაროდ საზოგადოება, მაგრამ მინდა საიმედოდ თქვა, რომ ნელ-ნელა ვიზრდებით და საზოგადოებრივი ცნობიერებაც მაღლდება და ანუ ბარიერები რაც შეეხება, ჯერ ერთი გარემოს მხრივარი ბარიერი, გარემო ჩვენთვის თითქმის გადაულახავ ბარიერად იქცა არა ადაპტირებული და მოუწყებელი გარემო, მაგრამ გარემოც რომ იყოს ადაპტირებული თუ საზოგადოებრივი ცნობიერება არ ამაღლდა და როგორც ბატონი ბაკური ფიქრობს, ისე არ იფიქრა და არ ჩაგთვალა ჩვენ სრულფასოვან წევრებად და გამოყო ჩვენ შორის ზღვარი, მაშინ არანაირი ადაპტირებული გარემო ამას არ უშველის. მინდა დიდი მადლობა უთხრა ქუთაისის განათლების და განვითარების ცენტრს, რადგან ისინი არა მარტო ეძებენ ამ სამსახურს, არამედ ცნობიერებას უმაღლებენ საზოგადოებას და მინდა მოუწოდა ყველას, ვინც ახლა მისმენს, ვისაც აქვს შესაძლებლობა რომ შემდგომში ჩემ ხმას მოусმინოს, მიგვიღეთ ისეთები როგორებიც ვართ და ჩვენ საერთო ჯამში საზოგადოება უკეთესი გავხდებით, იმიტომ რომ აბსოლუტური სრულყოფილება არ არსებობს სამყაროში, აბსოლუტური სრულყოფილება მხოლოდ უფალშია და ნუ გეგონება ჩვენი თავი იდეალები რაღაც შეიძლება შეზღუდვა ჩვენ კონდეს ამ შემთხვევაში გადაადგილების მხრივ შეიძლება თქვენ სხვა შეზღუდვა გქონდეთ, თუნდაც ვერ მღეროდეთ, ვერ ცეკვავდეთ, ვერ დახტოდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გაგრიყოთ, ან უნდა გამოვყოთ. და რაც შეეხება MBM პოლიგრაფს, მე ცოტა ხანია მისული ვარ ქრისტინა, ჩემსაც ცოტათი ადრე მივიდა იქ და ძალიან კარგად გქნობდა თავს მე რომ მივედი, მეც თავიდან ანუ ფიქრობდი როგორ დამხვდებოდნენ და ყველაზე მთავარი რაც იყო ჩემთვის, იყო ის რომ დამხვდნენ ძალიან გულით, ძალიან გახსნილად და აბსოლუტურად მიმიღეს ისე როგორც მე მქონდა, ანუ მათ მიმართ დამოკიდებულება და ძალიან დიდ სიყვარულს ვხსნობ ყველა ადამიანის მიმართ, ვცდილობ ვისწავლო და
გავაკვირდა მათ თავის პროფესიონალურ საქმეში, იმიტომ რომ ისინი აბსოლუტური თავისი საქმის კარგი პროფესიონალები არიან და მე ვამაყობ მათი გამოშვებული პროდუქციის, როცა მას ხედავ და ვეხები და რაღაც წლის როცა შევიტან ხოლმე განსაკუთრებით ყმაყოფილი და ამაყი ვარ, მინდა ვუსურო წარმატება ამ პროექტს. ჩვენ სამი თვით ვართ ამ პროექტში და შემდგომ არ ვიცი როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც არ უნდა გაგრძელდეს, მე მათ დიდ წარმატებებს და წინსვლას ვუსურებ და კიდევ უფრო მეტ დასაქმებულ ადამიანს და თანამშრომელს. ქრისტინა, თქვენ, ხო? ანასთან მაქვს ესეთი შეკითხვა. ანა იყო ეს. ანა, უკაცრავად ქრისტინა, მაშინ როგორი სივრცეა თქვენთვის და როგორ შეიცვალეთ მას შემდეგ, რაც ეს ეტაპი დაიწყო თქვენ ცხოვრებაში და რა ეტაპები გაიარეთ, შეგვიძლია შემოგვიერთდეს ასევე ქრისტინეც. გამარჯობათ, მოგესალმებით. ანუ სივრცე იყო ისეთი, როგორცაც მე ვფიქრობდი. ანუ ისეთი სივრცე დამხვდა, ძალიან კარგი თანამშრომლები მყავს და რა ვიცი, ჩემთვის შეიცვალა ის, რომ ანუ სახლიდან გამოვდივარ, რაღაც აზრი მიეცა ცხოვრებას, ვეუფლები იმ საქმეს, რომელიც მიყვარს, რომელიც ჩემი პროფესიაა და ამითინ უფრო და უფრო ვიმღრმავებ მცოდნას და ვცდილობ, რომ რა ვიცი, დავაკვირდე მეც დიზაინერებს და შევისწავლო ის, რაც ჩემი საქმეა. და რა ეტაპები გაიარეთ, გოგონება? უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გვესაუბროთ? დაწვრილებით ანა ვიდრე ხო, ანა გისმენთ. კარგი. ანუ ეტაპები აქამდე მისვლის, ესე ჩემი მე ვარ პროფესიით ხელოვნებისა და რელიგიის ისტორიკოსი, ანუ სხვა პროფესიაც გამაჩნია და ამ პროფესიით მუშაობდი და მქონდა გარღვეული ფარდა საზოგადოებასთან ჩემ შორის, მაგრამ აქ მისვლით, ანუ სულ პირველად დაიწყო, რა თქმა უნდა, საზოგადოების სტიგმა იყო ისე, რომ გიყურებენ, ანუ თუ კი გარეგულად გეტყობა რაღაც განსხვავებულობა, ეს იმას ანიშნავს, რომ რაღაც ანუ გვაკლია და არ შეიძლება იყოს ადამიანი, მე მინახავს სრულყოფილი გარეგნულად არანაკლის მქონე ადამიანი, მაგრამ მას ძალიან ბევრი აკლდა გონებაში და ანუ გონებაში გულისხმობ სოფხედველობას და თავის აზროვნებას და მე როცა მიცადებდნენ ადამიანები თუნდაც ხმამაღლაც უთქვამს ვაი შვილო, ვაი შენს დედას და მსგავსი ტერმინები, აი მე საკუთარი თავი არა. მე უკვე როცა გავიზარდე, ისინი მეწოდებოდნენ, იმიტომ რომ ისინი არ უყურებდნენ ჩემში შიგნით რა ხდებოდა. უბრალოდ მაფასებდნენ მხოლოდ გარეგანი კუთხით და ეხლა ძალიან შეიცვალა და იუმორში ვატარებ ყოველივე ამას, თუ კი მსგავსი რამ ხდება. ძალიან ძლიერი გოგონები ხართ, მისაბაძები. ეს შეიძლება მე დავამატებ აქ სწორედ გავაგრძელებ ანას სიტყვებს, იმით რომ ეს ადამიანები მას შემდეგ რაც მოდიან ჩვენთან როგორც სამუშაოს მაძიებლები, პირველ რიგში ხდება მათი შეფასება. ანუ პირველადი გასაუბრება, როცა ხდება საინფორმაციო სახის შეხვედრა არის, შემდეგ გასაუბრება, რომლის დროსაც ზუსტად ხდება იმ უნარებისა და ჩვევების, ასევე განათლების შესახებ საუბარი, რომელიც მათ გააჩნიათ, ანუ მათი უნიკალური უნარების აღმოჩენა, რომელზე დაყრდნობითაც შემდეგ უნდა დაიწყოს სამუშაოს მოძიება. როგორ მოიძიებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ამაზეც ვისაუბროთ და რა ეტაპებს გადიან ისინი უშუალოდ დამსაქმებელებთან სანამ წარსდგებიან? დიახ. ანუ პირველ რიგში ის რომ პროექტის შესახებ არაერთ გზით გაკეთებულა პრეზენტაცია სხვადასხვა ორგანიზაციებში, იმ ორგანიზაციებში, რომლებიც უშუალოდ თანამშრომლობენ ჩვენთან, ასევე ტერიტორიული მოწყობის ორგანოებში, კარდაკარის პრინციპით დავდიოდით სხვადასხვა უბნებში, ბინათამხანაგობების წარმომადგენლებში, რომ ყველასთან მიგვეწვდინა ხმა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ პროექტი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს, მასშტაბებითაც შედარებით უფრო მცირეა, ვიდრე მთლიანად ქალაქი და მთელი საქართველო. ამდენად ინფორმაციის მიწოდება თითეული, ანუ ეს ინფორმაცია, რომ თითეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირამდე მისულიყო, საკმაოდ რთული პროცესი იყო. ამიტომ ავირჩიეთ ეს ინფორმაცია კარდაკარის პრინციპით, რომ დაგიკავშირდეთ. აი პირველად ეს ინფორმაცია გავიტანეთ ჩვენ უნივერსიტეტებში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, სოციალური მომსახურების სააგენტოში ჩატარდა დიდი პრეზენტაციები, რომელზედაც გაიცა ინფორმაცია პროექტის შესახებ და პროექტის სარგებლობის შესახებ, ანუ ვის შეიძლება ისარგებლა და რა სარგებელი მიეღო. ამის შემდეგ უკვე როცა უკვე გაჩნდა ამის საჭიროება, ქალაქის ტერიტორიაზე გავედით ტერიტორიული მოწყობის ორგანოებში, გავედით ცალკეულ უბნებში, რომ ყველა ოჯახში, ყველა იქ სადაც იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მიგვეტანა ეს ინფორმაცია სრულყოფილად. ამის შემდეგ უკვე მათ დაიწყეს სვლა. ანუ დაიწყო ერთმა, ორმა, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, როცა შედეგი დაიდო, დასაქმდა 1, 2, 3 ადამიანი, უკვე ეს
გადამდები გამოჩნდა. ანუ მათ მოიყვანეს მომდევნო და დღეს უკვე ბაზაში საკმაოდ დიდი რიცხვია. მე შემიძლია დავასახელოთ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე საქართველოს არა იმ 4 რეგიონზე ვსაუბრობ, სადაც პროექტი ხორციელდება, უკვე 429 ადამიანი არის დარეგისტრირებული როგორც სამუშაოს მაძიებლად. ეს ნამდვილად არ არის მცირე რიცხვი და საკმაოდ შრომატევადიც იყო. მას შემდეგ რაც ეს ადამიანები უკვე რეგისტრირდებიან, ანუ მოდიან ჩვენთან, რეგისტრირდებიან ბაზაში. ამის შემდეგ მათთან ხდება ინდივიდუალური შეხვედრა, ალბათ ანაც და ქრისტინაც დამეთანხმება, შეხვედრა კონფიდენციალური, ანუ ეს ინფორმაცია რჩება ჩვენ ორს შორის და შეფასების სპეციალური ინსტრუმენტის, შრომითი უნარებისა და შესაძლებლობების შეფასების ინსტრუმენტის საშუალებით ხდება ამ ადამიანებთან გასაუბრება და ყველა უნარ-ჩვევებზე, მათ შესაძლებლობებს, ეს იქნება განათლება აკადემიური თუ ფორმალური თუ არა აკადემიური განათლება, ამ ყველა თემაზე საუბარი, ანუ ამავე დროს მათთან ერთად უპირატესობა ენიჭება თვითეულ მათგანს, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას ღებულობენ ისინი. სად სურთ მოიაზრონ საკუთარი თავი მომავალში, როგორ შეიძლება შევიდნენ ისინი შრომით ბაზარზე. ამის შემდეგ, როცა გამოიკვეთება გარკვეული ნიშნები, დგება ინდივიდუალური დასაქმების გეგმა, რომელშიც ზუსტად არის გაწერილი ის საფეხურები, რომელიც ბენეფიციარმა, ანუ სამუშაოს მაძიებელმა, დიახ, უნდა გაიაროს თავარი მიზნის, ანუ დასაქმებამდე, დასაქმების მიღწევამდე. ეს შემთხვევები ალბათ ხშირია, არა, ქალბატონო სოფო, როდესაც უჭირს საკუთარი თავის პრეზენტაცია. რა თქმა უნდა, ძალიან ხშირია. როგორ მიდის მუშაობა? რა თქმა უნდა, ძალიან ხშირია, ამიტომაც ვთქვით მე, რომ ჩვენ ცალკე სივრცეში დამოუკიდებლად ინდივიდუალურად ვახდენთ გასაუბრებას, რომ მეტად გახსნილები და პრეზენტაბელურები იყვნენ ისინი. რა თქმა უნდა, ვეხმარებით იმ პროცესში, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, მაგრამ ვამბობ კიდევ ერთხელ, რომ ინიციატივები მოდის მათგან. მათ უნდა მიიღონ ზუსტად გადაწყვეტილება, რომ ჩვენც დავდგეთ სწორ გზაზე. ანუ სამუშაო სწორედ შერჩეული მათი შესაძლებლობების და უნარზე მორგებული იყოს და არა მისგან დამოუკიდებლად და ამის შემდეგ ისინი გაცილებით უფრო მარტივად შედიან შრომით ბაზარზე. მე კონკრეტული მაგალითით შემიძლია მოვიყვანო, მაგალითად იგივე ქრისტინეზე, იგივე ანაზე. აი მაგალითად ქრისტინე, როცა პირველად მოვიდა იგი ჩვენთან. აი პირველი გასაუბრების მომენტში გამოიკვეთა, რომ ქრისტინეს ჰქონდა განსაკუთრებული უნარი უცხო ენებთან დაკავშირებით, ფლობდა ინგლისურ ენას, ანუ ხელშესაჭირი იყო მხოლოდ ეს ერთადერთი, რომლის მიმართულებითაც შეიძლება განვითარებული უკვე დასაქმების ხაზი. აი ამ დროს სწორედ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, პროექტი იყო ესეთი, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უნდა ჩართულიყვნენ გარკვეული სამუშაოს შესრულებაში. ეს იყო ლიტერატურების მოძიება, შემდეგ მათი ლიტერატურული დამუშავება, თარგმნა და შემდეგ ჩვეულებრივად ატვირთვა ვებგვერდებზე. და ქრისტემ გაიმარჯვა ამ კონკურსში. აი ამის შემდეგ უკვე ეს 4-თვიანი პროგრამა იყო, პროგრამა დასრულდა, მაგრამ ქრისტინე ისევ დარჩა უმუშევარი, მაგრამ უკვე მეტი ჩასაჭიდი იმ მომენტისთვის არ აღმოგვაჩნდა. ამ დროს პროფესიულმა სასწავლებელმა, ხო ესე იყო ქრისტინე, გამოაცხადა მიღება სხვადასხვა მოდულებთან და სხვადასხვა სპეციალობებზე და ქრისტინეც ესტუმრა კოლეჯს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეფერირებით. და შემდეგ შეარჩია, საუბრობდით კიდეც რამდენიმე წუთის უკან, შეარჩია რამდენიმე არჩევანი ქონდა და ერთ-ერთი ეს იყო კომპიუტერული გრაფიკის კურსები, რომელიც აღმოჩნდა ის უნარი, რომელიც საბოლოოდ მისი ამ ეტაპზე სტაჟირების და შემდგომში უკვე დასაქმების საფუძველი უნდა შეიქმნას. ანუ აქ რატო გავაკეთეთ ჩართვა ქრისტინეზე? იმიტომ რომ დასაქმების ინდივიდუალურ გეგმაში ზუსტად ხდება გაწერა ეტაპების, რა შეიძლება გაკეთდეს კონკრეტულად ბენეფიციარისთვის, ანუ სამუშაოს მაძიებლისთვის. ქრისტინესთვის ამ ეტაპზე საჭირო იყო რაიმე უნარი დახჭურვა. სწორედ ამიტომ იქნა მოიძებნა გეგმის შესაბამისად შესაბამისი სასწავლებელი და მოხდა მისი რეფერირება. სასწავლებლის დასრულების შემდეგ შეიქმნა საჭიროება იმისი, რომ თეორიულად მიღებული გამოცდილება უკვე პრაქტიკაში გადასულიყო. აი ამის გამო უკვე ჩვენ დავიწყეთ იმ წარმოების მოძიება, რომელსაც ჰქონდა სურვილი, რომ ეს ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო. გულისხმობ იმას, რომ გადაემზადებინა უკვე ახალ ტექნოლოგიას
ტექნოლოგიებზე დაყრდნობით და მიიღო ის მაღალხარისხიანი კადრი, რომელიც მომავალში თავად ქონდა მოაზრებული უკვე რომ საკუთარ ორგანიზაციაში დაესაქმებია. თუმცა ეს არ არის აუცილებელი გარანტი იმისი, რომ ანა და ქრისტინე დასაქმდეს ამ წარმოებაში. აი მომავლიდან უკვე ეს ყველაფერი დამოკიდებული არის მათ უნარებზე. რამდენად შეძლებენ მოლოდინების გამართლებას, რომ წარმოებამ გამოთქვა სურვილი სტაჟირების შემდეგ ისინი დაიტოვოს სამსახურში. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადამიანები ამას შეძლებენ, მაგრამ მე უბრალოდ პროცედურებს მივყვები. და ამის შემდეგ ხშირია შემთხვევა და ყოფილა ასეთი შემთხვევები, როდესაც სტაჟირების ადგილი ხშირად ვერ არის სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმების ადგილი. ანუ ხშირად ღებულობენ ცოდნას, გამოცდილებას, პრაქტიკულად უნარჩვევას, მაგრამ იმ ეტაპისთვის არ არის, თქვათ, ვაკანტური პოზიცია ორგანიზაციაში, ამიტომ ისინი ვერ რჩებიან. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვწყვეტ მუშაობას, გრძელდება მუშაობა და მონათესავე პროფილის ორგანიზაციების მოძიება მიმდინარეობს და სწორედ იქ ხდება უკვე გადამზადებული კადრის ჩანაცვლება. შემდეგ ისინი ჩვეულებრივად აგრძელებენ თანამშრომლობას და ისეთ შემთხვევაში ანუ ამის თრისი თქმა უნდა აქაც არ ვწყვეტ ჩვენ თანამშრომლობას ქრისტინესთან და ანასთან და დამეთანხმებენ ჩვენ მუდმივად ვატარებთ მონიტორინგების პროცესს ვამოწმებთ რამდენად ეფექტურად არიან ისინი დასაქმების ან სტაჟირების ადგილზე ზუსტად ეწოდებათ თუ არა ის სერვისები რაც მათ უნდა მიეწოდოთ არის წინასწარ გათვლილი და გათვალისწინებული და როგორ მიდის მათი ანუ როგორია გარემო როგორ აი ამასაც ვკითხულობთ ხოლმე როგორ მიიღო საზოგადოებამ როგორ მიიღო ორგანიზაციამ თითოეულმა თანამშრომელმა და ასე შემდეგ. და ისე დამსაქმებლებზე ვისაუბროთ და მათ პრობლემაზე ამაღლდა თუ არა მათი ცნობიერება პროექტის დაწყების შემდეგ. მე ვიტყოდი რომ ამაღლდა და ვინაიდან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ისევ MBM პოლიგრაფია მე შევეცდები რომ მაინც ჯერჯერობით შემოვიფარგლო პოლიგრაფიული წარმოების სამაგალითით და ვფიქრობ რომ ეს მაგალითი შემდეგ გაივცობა და სხვა მეწარმეებიც გადაიღებენ სხვა მეწარმეებიც აუცილებლად. პირველად როდესაც კი აღნიშნეთ რომ პირველად როცა მივედით MBM პოლიგრაფში იქაც მაშინ სულ სხვა სამუშაოს მაძიებელი ყავდა მიყვანილი და აი ამ გოგონასთვის იმ ეტაპზე შექმნა სპეციალური ადგილი. თქვენ ხვდებით ალბათ რას ნიშნავს სპეციალური ადგილი მორგებული კონკრეტული ადამიანისათვის და არა ვაკანსია და ვაკანსიაზე მორგებული ყოფილიყო ჩვენს მიერ წარდგენილი კადრი. იმუშავა ამ გოგომ 3 თვის განმავლობაში ასრულებდა ყველა იმ დავალებას და ზედმიწევნით ისე როგორც ავალებდნენ მას, მაგრამ მოგვიანებით თვითონ სამუშაოს მაძიებელი მიხვდა რომ მას სჭირდებოდა შემდგომი განვითარება. აი ამის შემდეგ ის წავიდა პროფესიულ სასწავლებელში ახალი პროფესიის ასათვისებლად. ხოლო რაც შეეხება პოლიგრაფიულ წარმოებას ის მუდმივად მზადყოფნაში იყო მომავალშიც აიყვანა თქვათ ჩვენგან სხვა კადრები და თუ კი რა თქმა უნდა ისინი ზუსტად ისეთები იქნებოდნენ როგორიც მათ სჭირდებოდათ და ბოლო შეხვედრის დროს ბატონმა მამუკამ დირექტორი ვინც არის ეხლა პოლიგრაფიულ წარმოების მან ასეთი ფრაზაც კი გააჟღერა რომ სამომავლოდ ისინი გეგმავენ ანდუსის გაკეთებას ერთობლივი იყო მაგრამ მამუკამ გააჟღერა და რა თქმა უნდა გადაწყვეტილებები ერთობლივი ამ ორგანიზაციაში ეს უკვე ნიშნავდა იმას რომ მან დაინახა პანდუსის საჭიროება და არა იმიტომ რომ ამ ეტაპზე მასთან გადაადგილების პრობლემის მქონე გოგონები არიან ჩვენ დავინახეთ ზუსტად ის მომენტი რომ მამუკამ და ორგანიზაციის ცნობიერება ამაღლდა იმასთან დაკავშირებით რომ საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთა არის და რომ თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სამუშაო გარემოს მოწყობა ნიშნავს მარტო პანდუსის გაკეთებას იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ ნიშნავს რომ მხოლოდ ეტლით მოსარგებლები ან გადაადგილების პრობლემის მქონე ადამიანები იყვნენ. ისინი ყველანაირ გარემოს თავად უკვე შენობაში დაწქმნიან იმისთვის რომ ამ ადამიანებისთვის გამარტივებული იყოს უკვე თანამშრომლობის პროცესი, მაგრამ მე ამით მინდა ხაზი გაუსვა სწორედ პირველიდან ბოლო შეხვედრას, ამ ეტაპისთვის ბოლო შეხვედრას, როცა უკვე ნამდვილად სტიგმა დანგრეულია, ახალი სამუშაოს მაძიებლები, ანუ სტაჟიორები ამ ეტაპზე მიყვანილია ორგანიზაციაში არა იმიტომ რომ ისინი სამუშაოს მაძიებლები არიან, არამედ იმიტომ რომ სწორედ
უბრალოდ ის გრაფიკოსები არიან, რომელიც მათ ესაჭიროებოდათ და მუდმივად ფიქრობენ იმაზე, როგორ შეცვალონ სამუშაო გარემო. მე ვფიქრობ, რომ ეს გადამდები იქნება სხვა მიწარმოებისათვის ნამდვილად და კიდევ ერთ დავამატებ პოლიგრაფიულ წარმოების შესახებ. გასული წლის განმავლობაში მას ბევრი მნიშვნელოვანი საქმიანობა აქვს გაწეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ამიტომ წლის საუკეთესო სამეულ შორისაც ერთ-ერთი პოლიგრაფიული წარმოება დასახელდა სწორედ. ბატონო ბაკო, რას ეტყოდით სხვა დამსაქმებლებს, რომლებიც არ არიან დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებით? არიან ისინი რაიმე განსხვავებული სხვა ადამიანებისგან, ჩამორჩებიან საქმის შესრულებაში? ვუთხრათ რაიმე მათ ასეთ ადამიანებს, რომლებიც პასიურობენ და ამ პროცესებში ჩართვის სურვილი არ გააჩნიათ? ჩვენი პროდუქციის გამოშვება საერთოდ იწყება კომპიუტერული მომსახურებით. რომელიც ძალიან ხელმისაწვდომი არის გოგონებისთვის. ვის ცოტას აზროვნებს, ცოტას კარგად აზროვნებენ ეს გოგონები და ჩვენ უყურებთ, რომ შეიძლება ამათი დასაქმება და რომ კარგად დასაქმდნენ ჩვენთან და თვითონ თუ მოინდობებენ ამას ყველაფერს. და მეტყვი სხვა თუ რამ შესაძლებლობა ექნება თვითონ სამსახურში მე არ ვიცი და ხარ ისეთ რომ სამზირო სამსახურში ვერ გაგეთ, მაგრამ ისეთ რაღაცებში მე თელი ეს სოფლიო კომპიუტერებით იმართება და გეტება და ამ გოგონებს უნიკალური შესაძლებლობა აქვს რომ კომპიუტერთან დაждდეთ ძალიან ბევრი კარგი სასარგებლო საქმე გააკეთოთ და თვითონაც დასახდება და ადაპტირება მოხდება ეს ჩვენ საზოგადოებაში, რაც ყურად საღები არის და უნდა გაითვალისწინოს, რა თქმა უნდა, ის ჩვენი ნაწილია, იგივე კიდევ ერთხელ ეს ჩვენი ვალია. და როგორც ვიცი, პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე მიმართულ აქტივობებს ახორციელებს და რას გულისხმობს ეს აქტივობები, ქალბატონო სოფო, როგორ ხდება ყველაფერი ამასთან გამკლავება? მეწარმეებთან პირველ რიგში ეს თითეული ჩვენი შეხვედრის დროს ხდება დაფიქსირება, აქ მუდმივად მიმდინარეობს საუბარი, ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ თუ რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ყოფნა, რომ ეს არ არის ეს არ ნიშნავს რომ მათ არ შეუძლიათ რაიმე ან ვერ შეძლებენ მუშაობას. შეზღუდული აი მანამ ძალიან კარგად აღნიშნა რომ შეზღუდული შესაძლებლობა ნიშნავს რომ იგი მას აქვს გარემოს შეზღუდვა რაღაც ერთ კონკრეტულ მიმართულებაში. გადაადგილება შეიძლება იყოს სმენა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს და არ გამორიცხავს, რომ მას არ აქვს სხვა უნარები და თვისებები, რის საფუძველზეც თქვათ იგი შეიძლება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყოს. აი ამის შესახებ მუდმივად ყოველი ინდივიდუალური შეხვედრის დროს დამსაქმებელთან რა თქმა უნდა მიმდინარეობს საუბარი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში არა მარტო ჩვენს ქუთაისის რეგიონში, იმერეთის რეგიონში, არამედ 4-ვე რეგიონში იმართება სხვადასხვა სახის ტრენინგები, როგორც ჟურნალისტებისათვის, ისევე მეწარმეებისათვის, ესეც სწორედ სტიგმის დამსხვრევასთან და ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ჩვენ თვლით, რომ ამ ყველა ჩვენს მიერ გატარებულმა ღონისძიებამ გამოიყო გარკვეული შედეგი, მე ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად დაიმსხვრა სტიგმა, მაგრამ პოლიგრაფიული წარმოება ერთ-ერთი მაგალითია და ბატონი ბაკური, რომ მისი შეხედულება აშკარად პირველი შეხვედრიდან დღემდე ნამდვილად შეცვლილია. დამაღლებული. რა თქმა უნდა. დავუბრუნდებით რამდენიმე წუთში. სადაც არ უნდა იყო, მანქანაში, ოფისში, სახლში თუ ქუჩაში. მთელი დღის განმავლობაში შენ გეყოლება ერთგული და სასიამოვნო თანამგზავრი. უბრალოდ მომართე რადიო მიმღები ტალღაზე 107 და 9. გადაცემა მთელი დღე, გადამდები განწყობა, საჭირო ინფორმაცია და მუსიკა, რომელიც გიყვარს. მთელი დღე, ყველაზე საინტერესო და საჭირო რუბრიკები, გათამაშებები და საუკეთესო მუსიკა დილიდან საღამომდე. მთელი დღე, უსმინე ყოველ დღე, ძველი ქალაქის ეთერში. მთელი დღე, შენი საუკეთესო თანამგზავრი. მოასმენინეთ თქვენი რეკლამა 100,000-ზე მეტ ადამიანს ჩვენი ეთერით. 24-10-79 ძველი ქალაქის სარეკლამო სამსახური. იგემეთ უგემრიელესი ძეხვი ოჯახური მითანასგან. ეს არის ნამდვილი ძეხვის გემო. ძეხვი, რომელიც გაამრავალფეროვნებს თქვენს მენიუს და გემრიელად დაგანაყრებთ ნებისმიერ დროს. მითანას ოჯახური. მითანა სწორი არჩევანი.
დაგიბრუნდით კვლავ 13 საათი 31 წუთი გადაცემა მთელი დღე გრძელდება ჩვენი სტუმრები კვლავ ჩვენთან არიან და გაბატონო სოფო ისევ თქვენთან ვარ ვისაუბროთ მოდის სტაჟირებაზე ეს გოგონები ამ წუთას ვიდრე დასანქმდებიან სტაჟირებაზე იმყოფებიან ქრისტინა და ანა რას გვეტყვით ამ პერიოდის შესახებ სტაჟირების კომპონენტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და იგი ითვალისწინებს გარკვეული პროფესიული აკადემიური განათლების მქონე ადამიანებისათვის დასაქმების ადგილზე სპეციალური გადამზადება და სპეციალური უნარებით აღჭურვა. რას გულისხმობს ეს? ვინაიდან თქვენთვის ცნობილი არის, რომ ჩვენთან მომართვიანობის დროს არ არის ასაკობრივი ცენზი დაწესებული კატეგორია, რომელიც სამუშაოს ძიებისთვის მოგმართავს, არიან სხვადასხვა ასაკის. სხვადასხვა ამ ადამიანებს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სხვადასხვა აკადემიური, პროფესიული თუ ხშირად საშუალო განათლების არიან. იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს კონკრეტული პროფესია ან კონკრეტული უნარი, მაგრამ წლების განმავლობაში არ ქონდათ სამუშაო გამოცდილება, ამ ადამიანებს სჭირდებათ გადამზადება იმისთვის, რომ ბაზარმა მიიღოს ისეთი როგორებიც არიან. ასეთ დროს ორგანიზაცია რთავს სტაჟირების კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს სამთვიან გადამზადების პროცესს, რომლის დროსაც მოძიებული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას იმის შესახებ, რომ გადაამზადებს ამ ადამიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებით, აღჭურვას ყველა საჭირო უნარ-ჩვევებით, რომელიც მათ შემდგომში დაეხმარებათ დასაქმებაში. ხოლო ჩვენი ორგანიზაცია ამ დროს თავად სამუშაოს მაძიებელს უნაზღაურებს გადაადგილების, ხარჯებს, გადაადგილების და კვების ხარჯებს, რომელიც სადღაც 200 ლარამდე, 80 ევროს ექვივალენტი არის ლარებში და ეს თანხა მხოლოდ უნდა მოხმარდეს მათი პირადი ხარჯებს, გადაადგილებას და კვებას. ეს არის დაინტერესება, რომ мотиваცია არ გაქრეს და სტაჟიორებმა ბოლომდე მიიყვანონ პროცესი. რაც შეეხება თავად დამსაქმებლებს, მათი დაინტერესება ამ პროცესში არის ის, რომ ჯერ ერთი რომ ისინი მთელი ამ სტაჟირების პროცესში ღებულობენ სამუშაოს, რომელსაც სამუშაოს მაძიებლები ასრულებენ მათთვის, ხოლო სტაჟირების დასრულების შემდეგ უკვე მაღალხარისხიან კადრებს. კონკრეტული ჩვენი შემთხვევა, ანას და ქრისტინეს შემთხვევა, ასევე მინდა გაუსვათ ხაზი, რომ ეს არის სახელმწიფო პროგრამის ნაწილი. დასაწყისში მე აღვნიშნე, რომ პროგრამა არის ლიმიტირებული და მასში არ შეიძლება ყველა სამუშაოს ვერ შევძლებთ ფიზიკურად ყველა სამუშაოს მაძიებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სტაჟიორების და თუნდაც დასაქმების სურვილის მქონე ადამიანთა რიცხვი ძალიან ბევრია. ამიტომ ჩვენ პარალელურ რეჟიმში მოვიძიებთ ხოლმე სხვა დამატებით წყაროებს, დამატებით ორგანიზაციებს, რომლებიც ან მსგავს პროექტს ახორციელებენ, ან აქვთ შესაბამისი სერვისი. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვიძიეთ სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ასევე აქვს სტაჟირების კომპონენტი და ქრისტინე და ანა ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში. 3 თვის განმავლობაში პოლიგრაფიული წარმოება თავის მხრივ დებს ხელშეკრულებაში ამ ნორმას, რომ მიაწოდებს ყველა სერვისს, რაც საჭირო არის გოგონებისათვის, ხოლო ისინი შეასრულებენ სამუშაოს და თან შეისწავლიან პროგრამას. და ამ პროცესშიც სახელმწიფო სტაჟირების თანხას 150 ლარის ოდენობით უხდიან თითოეულ თვის განმავლობაში. ქრისტინე და ანა ამ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამით არიან სტაჟირებაში ჩართული და ჩვენ იმეც ვიტოვებთ, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ ისინი უკვე სრულფასოვანი თანამშრომლები გახდებიან ორგანიზაციის. ქრისტინე და ანა ძალიან გიყურებთ და ძალიან ძლიერი გოგონები ხართ, მისაბაძები ნამდვილად და საიდან ამდენი თავდაჯერებულობა, ამხელა სიძლიერე და რას ეტყვით სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, როგორ გაიარეთ, რომ ის რაც თქვენ გაიარეთ აქამდე ალბათ ძალიან ბევრი გისმენთ ახლა და თქვენამდე მოსასვლელი ძალიან ბევრი გზა აქვს და ნაბიჯები გადასადგმელი. რას ეტყოდით მათ? ვეტყოდით, რომ არ ჩაიქნიან ხელი, იბრძოლონ ბოლომდე, თუ როგორ შეუძლიათ თავის გამოვლინება. არ დაკარგონ არც ერთი წუთი თავისი ცხოვრების, რომ იყვნენ უმოქმედოდ. თუ რამე შესაძლებლობა მიეცემათ, რომ გამოვიდნენ გარეთ და რა ვიცი, თვით რეალიზება მოახდინონ. მადლობთ. ანა, რას გვეტყვის? ხო, მე
პირადად მე ძალიან დიდი და ვრცელი გზა გამოვიარე იქამდე სანამდე ჩემ თავს ვირწმუნებდი და გარშემო საზოგადოებას პირველი რაც იყო რამაც ეს ყველაფერი შემეძლებია იყო ცხოვრების და სიცოცხლის სიყვარული რითაც მომეცადა იმ ადამიანების და გარშემო ადამიანების დახმარებით ვინ ჩემს ირგვლივ იყო მინდა აღვნიშნო და სულ აღვნიშნო ჩემი პირველი ძალის მომცემი და ყველა ამ სიძლიერის მომცემი იყო ქალბატონი დარიჯან ჩხირაძე რომელიც გახდა ძიმ სკოლის დირექტორი რომელიც მე დავამთავრე და სკოლა გონი და მან მე მითხრა პირველი სიტყვები როცა დამინახა არ ვიცი ჩემში რა დაინახა მაგრამ მითხრა მე შენი მჯერა და ეს იმხელა ძალა იყო იმხელა სიძლიერე მე არ მქონდა უფლება ამ სიტყვისთვის მე ხალათა და აი იქიდან მოვიდა ყველა ის ძალა რაც მე დღემდე მაქვს და ყოველთვის მადლობელი ვიქნები შეიძლება მე ვერ გადაუხადო ისე როგორც საჭიროა მაგრამ ყოველთვის მადლობელი ვიქნები და ღვთის მადლობელი იმისთვის რომ ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებაში იყო და ბევრი სხვა დანარჩენი ადამიანი რომელმაც წვლილი შეიტანა იმაში რომ მე ესეთი ვიყო და ყოფილიყავი დღეს თუმცა ჯერ სულ ყოფილებამდე ბევრი გვაკლია თვით განვითარებას ვეწევი დღემდე და მერთმა ძლიერი და ბედნიერი ამყოფეს ყველა ის ადამიანი ვინც ანუ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება შეზღუდვა არ კონდეს მაგრამ როცა რაღაც უჭერს მას გვერდში დაუდგება და ერთი ცნობილი პოეტის სიტყვებია ადამიანს აქვს უფლება უყუროს ერთ მეორეს ზემოდან ქვემოთ როცა მას წამოდგომაში ეხმარება სხვა შემთხვევაში არა და მინდა კიდე ერთი თქვა ანუ მე თქვენი მსმენელი მიცნობს ჩემი შემოქმედებით და არა იმ კუთხით რა კუთხითაც ეხა მე თქვენთან მოვედი და მინდა ბოლოს ჩემი ერთი ლექსით დავემშვიდობა როგორ თქვა დროებით დავემშვიდობა და ესე ქვია ამ ლექსს ცხოვრება კარნახით და მიხვდებით რატო შევარჩიე ეს ლექსი იმიტომ რომ ანუ სტიგმა და სტერეოტიპები რო არ იყოს და ცხოვრების კარნახი ნუ უწყით ცხოვრებას ვერ დავწერ კარნახით თუ უკეთ იცოდეთ რის მერე რა მოდის ჩემივე ცხოვრების არ მინდა სამსხვერპლო არც მონობა მინდა არც რკინის ჯალათი არ მინდა გავექცე დამეწყდილ საოცავს მინდა რომ ამანთო სანთელი შიგ გულში არც ზეპირად ვიცი მოცემულ გაკვეთილს წინასწარ ვერ ვწავლობ ნუ ჩამithulით სუდში კითხულობ ცხოვრების ყველა გვერდს ჩემს მიერ დაწერილს წერტილით მძიმემდე ჩადენილ შეცდომებს წითელი პასტითვე დაყვებით ხაზს უსვამთ ესენი მეც და თქვენს დაღუპავს ნუ რამის კარნახით ნუ დარწეთ ცხოვრებას ან გიკარნახებო ჩიცაც კი არ უთხრათ მოკლედ ბედნიერება ჯანმრთელობას და წინსვლას გისურვებთ ყველას ოჯახ ძალიან დიდი მადლობა რომ ასეთი მაგრები ხართ შეიძლება მე მინდა რომ მადლობა გადაუხადო პირველ რიგში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს რომ ესე ორგანიზებულად და ესე მართლა მთელი გულით ცდილობენ რომ დაგვასაქმონ და რაღაცა კუთხით განათლება მივიღოთ და თვით რეალიზება მოვახდინოთ და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო MBM პოლიგრაფს მინდა მის თელ კოლექტივს ხელმძღვანელობას ბატონ მამუკა ფოფხაძეს ბაკურ კილაძეს და მესამე ყავს კიდე მამუკა ჭოლაძეს ძალიან დიდი მადლობა ამისათვის რომ მოგცეს შანსი რომ რაღაც ჩვენ თვითონაც განვითარდეთ და იმედია რომ არ გაუცრუებთ იმედებს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ასევე თქვენ სტუდიაში დაპატიჟებით ძალიან დიდი მადლობა ეს იყო გადაცემა მთელი დღე მთავარი თემით პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება ჩვენი სტუმრები იყვნენ ამ პროექტის გაფარგლებში განათლების კონსულტანტი სოფო ონიანი, MBM პოლიგრაფიული წარმოების დამფუძნებელი ბაკურ კილაძე და ამ ეტაპზე სტაჟიორები დასაქმების პერსპექტივით გოგონები ქრისტინე კოსტავა და ანა ლორდკიფანიძე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ კეთილი საქმიანობისთვის და გოგონებო თქვენ განსაკუთრებით მე პირადად ამ მოკლე პერიოდში ვისწავლეთ თქვენგან მეტი ბრძოლის უნარიანი უნდა ვიყო თურმე და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის წარმატებებს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.